ალბათ მიხვდით რამხელა სხვაობა ალენ სიმონიანსა და ცოცხალ ტროლ შეპრეს შორის, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან არ დაგხვდით. ისედაც გასაგებია, სად ვართ ჩვენ და სად არის სომხეთი. უკეთესი დემონსტრირებისთვის კი ალენ სიმონიანის კიდევ ერთი განცხადება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი პროვინციად გადაიქცეს. ჩვენ არ ვიქნებით ისე მართულნი, როგორც ბელარუსი იმართება. რა თქვა ტყუილი, ის რომ სომხეთი ახალ სწორ გზაზე დგას, თუ თავს არ იშტერებ, მარტივი მისახოდია კრემლის პროპაგანდისტების ხავილის მიხედვით. უკრაინასთან გარანტირებული მარცხის ფონზე კრემლის პროპაგანდამ თითქოს და უკანა პლანზე გადაწია ზელენსკის ლანძღვა გინება. ახლა კოლექტიური სიმონინებისთვის ნაცეკი და კოკაინშიკი ფაშინიანია. მცირე ამონარიდი რუსული პროპაგანდიდან უკეთესად აღქმისთვის თარგმანის გარეშე. То есть человек уже публично выходит не просто под наркотой. Ну, дорога Зеленского. Ну, слушайте, люди, граждане Армении, я не гражданка Армении, слава тебе, Господи, но граждане Армении, но если вы его не снесете, ну, я даже не знаю, это что, повальное какое-то грибоедение, есть больше, что ли, нечего? ალენ სიმონიანი და მარგო სიმონიანი? ისი აქვე ერთი კითხვა მინდა დავსვა. საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, ევროპული განვითარებისთვის, ასე მუხჩაუხლოთ, რომ შრომობს ივანიშვილი და მისი ზექართული, ზეთანამედროვე დემოკრატიული სუპერ ევროპული პარტია, რატომ ერთხელ ვერ მოხვდა კრემლის პროპაგანდისტების ყბაში? ალბათ მოსკოვში ქართული არიციან.